ქრისტე აღდგა. სახელითა მამისათა, დაძისათა და სულისა წმინდისათა. ქრისტეს მიერ საყვარელნო, მამანო, დედანო, ძმანო და დანო, ყველას გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს. ხსენებას წმინდისა, დიდისა მოწამისა, ძლევა შემოსილისა, გიორგისა და მისთანა წამებულთა, დედოფლისა ალექსანდრესი მოწამეებ მხედრებისა, ანატოლესი და პროტოლეონისა. ამ დღეების განმავლობაში მოიხსენეთ რამოდენიმე წმინდა მოწამე, რომლებიც წმინდა გიორგისთან ერთად აღესრულნენ. აი წინა დღეებშიც იყო ჩვენ ვიხსენიებდით მათ მოწამეობას. ესენი იყვნენ ადამიანები, რომელთაც იხილეს რა წმინდა გიორგის ხნეობა, იხილეს მისი თავგანწირვა და თავდადება ქრისტესათვის. იხილეს ის სასწაულებიც, რომელიც ღმერთმა მოახდინა წმინდა გიორგის მარტვილობის ჟამს, მისი განკურნება, მისი ცოცხლად გადარჩენა საკირიდან, მისი არათუ გამძლეობა, ამას ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ წამება, რომელიც წმინდა გიორგიმ გამოიარა, არის ძალიან მძიმე და მტკივნეული. როგორც მისი ცხოვრების აღწერილობა ბრძანებს, ესე იგი 8 დღის განმავლობაში შეუჩერებლივ ტანჯავდნენ ამ ადამიანს და რო წარმოვიდგინოთ ჩვენ, რომ აი წყლული, რომელსაც ჩვენთან გაგვიჩნდება, თუნდაც ძალიან მცირე, აი ამ წყლულს, რომ 8 დღის განმავლობაში ვიღაცა აღრმავებდეს, ამატებდეს მას სისხლის დენას, ამატებდეს ზომას, ანუ უფრო დიცხდიდეს და ეს წყლული თავისთავად ამ პერიოდში ინფიცირდება, უფრო მტკივნეული ხდება და ასე შემდეგ. და აი ჩვენ როგორ დავითმენდით ამას ყოველივეს. ერთ მცირეს, აი თქვა რაღაცა მცირე განაკაცს თუ განაჭრელს. და წმინდა გიორგის მოწამეობა იყო მთელი მისი სხეულის ტანჯვა. ხან ძიმე დაფა დაადეს და შემდგომ სიმძიმეები დაამატეს. ხან დააწვინეს დაზგაზე და ასე დაჭიმეს, რომ ყესები დასკდომოდა. ხან გახურებულ ლითონზე დააწვინეს, ხან მთელი სხეული დაგლიჯეს. ესეთი მახვილი ფოცხებით, ხან საკირეში ჩააგდეს, ხან ბორბალზე გააკრეს და ბორბალზე ტრიალით ეთლებოდა სხეულის ნაწილები.
და სხვა ამგვარი, რომელიც იყო იმ დროისათვის საწამებელად გამზადებული. და ეს ყველაფერი წმინდა დიდმოწამე გიორგიმ მხოლოდ და მხოლოდ ქრისტეს შეწევნით დაითმინა. რამე თუ ადამიანისათვის ეს შეუძლებელია, მაგრამ მისი ერთგულება ქრისტესი იყო სიკვდილამდე, ის მზად იყო რომ მომკვდარიყო. და როდესაც ადამიანური ძალები ეცლებოდა, ღმერთი მას მოუვლენდა შველასა და ნუგეშს. მობრძანდა ანგელოზი და განკურნა. ზეციდან ხმა ესმა, რომ გიორგი მე შენთან ვარ. და ამგვარად ღვთის მადლი აძლიერებდა მას ამ ენით გამოუთქმელი ტანჯვისას. ამიტომაც ბრძანებს მაცხოვარი, რომ თქვენო ნუ ფიქრობთო იმ ჟამს, როდესაც ჩემს გამო თქვენ წარგადგენენ წინაშე მეფეთა და მთავართა წუთისოფლისა, რას თქვათო, ან რა გააკეთოთო. რამე თუ სულიწმინდა იქნებაო თქვენში მოქმედი. იმიტომ რომ ადამიანი ამ დროს საკუთარი ძალებით ვერაფერს ვერ გააკეთებს. ჩვენ რჩებით ადამიანებად ხორცში. ჩვენ ხორცთან ერთად სულიც გვტკივა. ჩვენს ხორცს და ჩვენს გონებას აქვს რესურსი, რომელიც არის შეზღუდული და ყველა ვიცით, რომ არსებობს ისეთი ტკივილის შოკი, რასაც ქვია, რომ ტკივილის დროს ადამიანი ან გონებას კარგავს, ან შეიძლება მას გული გაუწყდეს. და ბევრი ადამიანი ამით იღუპება ტკივილის შოკით. და ჩვენ ზოგჯერ მიგვაჩნია, რომ წმინდანები ეს რაღაც რკინა და ქვის ნარევის შემადგენლობით არიან, მოწამეები იყვნენ და მათთვის შეუგრძნობელი იყო ის ტანჯვა და გვემა, რომელსაც აყენებდნენ. არ არის ამგვარად ძვირფასო ძვანო და ძანთან. ისინი ხორცში იყვნენ ყველანი. ადამიანური შეზღუდულობა გააჩნდათ ყველას და აი ღმერთიც იდიდებოდა მათი მოწამეობით, იმიტომ რომ აი ვინც მოექცა წმინდა გიორგის ტანჯვის დროს მისი შემხედვარე, იმ ადამიანებმა ზუსტად იცოდნენ, რომ ამ ტანჯვის გაძლება ადამიანური ძალებით შეუძლებელია. რომ ადამიანი ამას პირველსავე დღესვე ვერ გაუძლებს, ან გარდაიცვლება, ან და რასაც მას თხოვენ, იმაზე იქნება თანახმა. და ამიტომაც აღიარეს მათ ქრისტე, რამე თუ იხილეს, თუ როგორ სასწაულს ახდენს ის, ვისიც სწამს წმინდა გიორგის. და აი დღევანდელ სახარებაში ასეთი სიტყვები იყო,
ფარისევლები და სადუკეველები, შეკრებილები მაცხოვარს ეკითხებიან, გითხარიო, რა არისო საქმე ღვთისაო? და მაცხოვარი პასუხობს, საქმე ღვთისა არის ის, რომ ირწმუნოთ იმისი, ვინც მამამ მოავლინაო. და ვინც მამა მოავლინა, ის არისო პური ჭეშმარიტი. და მაცხოვარი საკუთარ თავზე მიუთითებს მათ და მათ თუ რამე თუ მანამდე ეუბნება, რომ მე მამისაგან ვარო მოვლენილი. აი წმენა ქრისტესი, ძვირფასო ძმანო და დანო, ეს არის ზეციური პური. ამ ზეციურ პურს ქრისტეს სისლისა და ხორცის სახით ღებულობთ ჩვენ. თავად ქრისტე შემოდის ჩვენში და აი საქმეც ღვთისათვის სათნო, ანუ საქმე ღვთისა, ეს არის წმენა ქრისტესი. და თუ ჩვენ ზრუნავთ იმისათვის, რომ წმენა ჩვენი იყვეს მტკიცე და ქრისტესკენ მისწრაფება იყოს მუდმივი, მაშინ ღმერთი ჩვენს განგვამტკიცებს ყველა განსაცდელისა და წუხარების ჟამს, მოგცემს ხნეობას და მოგცემს რწმენას, რომ დაიძლევა ყველა განსაცდელი და მწუხარება და საცდური წუთი სოფელისაგან შემოთავაზებული. რამე თუ როგორ უგუნურებაზე მიუთითებს მაცხოვარი თავის მოწაფეებს, რომ ისინიო, ვინცო თქვენო მოკლავდნენო, მათ მიაჩნდა იქნებაო, რომ მსხვერპლი შესწირეს ღმერთს. აი როგორი უგუნურება, როგორი დაბნელება გონებისა, რომ ადამიანის მკვლელობა როგორც ღვთისადმი მსხვერპლის შეწირვა ისე მიგაჩნდეს და ისე აღიქვა. აი როგორ ჟამზე ეუბნება მაცხოვარი თავის მოწაფეებს და ჩვენც გამოვიარეთ ეს ჟამი, ძვირფასო ძმანო და დანო, ამ ათეიზმის პერიოდში. სასულიერო პირებს კიდევაც ტანჯავდნენ და კლავდნენ და ტაძრებსაც ანგრევდნენ და მიაჩნდათ, რომ უზენაეს იდეალებს ემსახურებიან. მიაჩნდათ, რომ აღასრულებენ საქმეს ჰუმანისტურს, ადამიანთა სიყვარულის, დაჩაგრულების გადარჩენის, მუშათა და გლეხთა გაბედნიერების. აი როგორი იყო გონების დაბნელება, ძვირფასო ძმანო და დანო. და ეს გონების დაბნელება მომდინარეობს ურწმუნოებიდან. და სადაც ურწმუნოებაა, იქ არის ბოროტი სული, იქ არის ეშმაკი, იქ არის
დაბნელება გონებისა და უარყოფა ყველაველივე ადამიანურისა. და ეს ყველაფერი იფუთება ლამაზი სიტყვებით, ლოზუნგებით. კაცთა ბედნიერების სახელით ხდება ყოველივე. და მრავალი ამისი მაგალითი კაცობრიობის ისტორიაში. და მრავალი ადამიანი ემსხვერპლა ასეთ უგუნურებას. და სახელი რაც არ უნდა უწოდო, თქვა წინა საფრანგეთის რევოლუციის დროს მე-18 საუკუნეში თუ ამას ძმობა, ერთობა და თავისუფლებას უწოდებდნენ, მე შემდგომი რევოლუციის დროს თუ პროლეტარიატის სახელით კეთდებოდა ეს ყველაფერი, დღესაც მოფიქრებულია და ხშირ შემთხვევაში ამას დემოკრატიას უწოდებენ და თავისუფლების ფასეულობებს. საფუძველი სამწუხარო არის ერთი და იგივე. ეს არის ადამიანების ურწმუნოება და ღვთისგმობა. იმიტომ რომ ურწმუნო ადამიანი უმეტესად არის ღვთისმგბობარი. გმობელი. და მის სულს ეპატრონება ბოროტი ძალა. და უკვე ასეთი ადამიანი მეორე ადამიანისათვის მოყვასი ვერ არის. იმიტომ რომ მას მიაჩნია რომ რასაც ის აკეთებს ეს სწორია. და წმინდანების მაგალითი ჩვენთვის ტყუის მასწავლელი უნდა იყოს. გახსოვთ წმინდა დიდმოწამე ბარბარე, წმინდა დიდმოწამე ეკატერინე მშობლებმა თავად მიიყვანეს ისინი მოწამეობაზე. სად იყო მათი სიყვარული? თვლიდნენ რომ მათ ღმერთებს შეურაცხყოფა მიახენეს შვილებმა. ქრისტეში კი ადამიანი რჩება მოყვასად მიუხედავად თუნდაც იყოს გონება დაბნელებული და ამიტომაც წმინდა მოციქული სტეფანე პირველ მოწამე ლოცულობს თავისი ტანჯველებისა და მკვლელებისათვის მიუტევე მათ უფალო რამე თუ არ იციან რასა იქმანა. აი ამგვარად ძვირფასო ძმანო და დანო წმინდა დიდმოწამე გიორგი ეს არის უპირველესად ყოვლისა მაგალითი რწმენისა, მაგალითი ქრისტეს სიყვარულისა. და ჩვენ ყველამ ვიცით რომ მას თავი მოკვეთეს და მისი მტარვალებისათვის ეს დამარცხებას წარმოადგენდა. ასე თვლიდნენ ისინი, მაგრამ წმინდა დიდმოწამე გიორგი დღეს არის მფარველი მრავალი ერის, მრავალი ქვეყნის. მას მილიონობით ადამიანი ევედრება დღესაც. და
ვინაა გამარჯვებული? იმპერატორი, რომელიც კი დარჩა ისტორიის ფურცლებზე. მაგრამ მას არავინ არ მიმართავს. არც საშველად და არც ღვთის წინაშე საოხად. და როგორც ტკივილისა და მოწამეობის ჟამს წმინდა გიორგი უფალმა აღადგინა, განაახლა, განკურნა, აი იმგვარად ხდება ქრისტიანთა ცხოვრებაშიც, ძვირფასო ძმანო და დანო. ჟამს, როდესაც გვეცლება ძალა, როდესაც ტკივილი შეუძლებელი ხდება, მაშინ ღვთის ძალა მოდის და ჩვენ განგვაახლებს და მაშინ იწყება აღდგომა სულისა და ზეიმი. აი ეს უნდა გვახსოვდეს, ეს უნდა ვიცოდეთ. ჩვენმა წინაპარმა ამგვარად იცხოვრა, ეს იცოდა და ამიტომაც შეძლო და გაუძლო იმ მრავალ წუხილსა და ტკივილს და განსაცდელს, რომელიც საქართველომ გამოიღო. და ჩვენც მივბაძოთ ჩვენს წინაპარს. ტყუილად არ არის წმინდა გიორგი ჩვენი ერის ფარველი. იმიტომ რომ ერი ქართველთა ცდილობდა მის მიბაძვას და ეძიებდა მის შემწეობას. და ჩვენც ამგვარად უნდა ვეძიოთ. და მაშინ იქნება წმინდა დიდმოწამე გიორგი ჩვენი მეოხი წინაშე ღვთისა და ყოვლადწმინდა დედა ღვთისმშობელისა. ამინ. მრავალს დაესწარით. ქრისტე აღდგა.